უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ქართველი ხალხი ევროპასთან კვლავ უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს, არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს კი სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ. საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას ასევე უწყდება დაფინანსება ევროპული ფონდებიდან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამატებით განიხილეს ინდივიდუალური სანქციების დაწესებაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. დღეს კი საქართველოს შესახებ მორიგი დებატები ევროპარლამენტშიც გაიმართება. თათია წოწონოვა გვეტყვის უფრო ცლად ევროკავშირის ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ, თათია როდიდან უწესდება სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და როდის დაიწყება დებატები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში. ნამდვილად გუშინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება არის მხოლოდ დასაწყისი და ერთ საათში უკვე საქართველოზე დებატები გადაინაცვლებს სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობაში, სადაც კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სიტყვით წარსდგება ევროპარლამენტარების წინაშე და ის ისაუბრებს უკვე 20 დღიან უწყვეტ პროტესტზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის, სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების მხრიდან და ევროპარლამენტში არის ასევე დაგეგმილი დებატები საქართველოსთან დაკავშირებით. რობერტა მეცოლამ გუშინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მიმართა სიტყვით დამსწრე საზოგადოება საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა რობერტა მეცოლამ და მან მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს ამ ბრძოლაში, რისთვისაც უკვე იბრძვის ქართველი ხალხი 20 დღეა უწყვეტად, დიდი ხანია, თუმცა 20 დღეა უკვე უწყვეტად იბრძვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს და გუშინ რობერტა მეცოლამ ასევე ევროპარლამენტში მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა რა ფორმატში წარსდგება ქვეყნის მთავარსარდალი ევროპარლამენტარების წინაშე, ეს უკვე მომავალ დღეებში დაზუსტდება უფრო დეტალურად. კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იყო ის, ვინც გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით და ეს მართლაც არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის აწლეულების ურთიერთობაში. ასეთი რამ აქამდე ნამდვილად არ მომხდარა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით საქართველოს რიგით მოქალაქეებს უნარჩუნდებათ უვიზო რეჟიმი, ანუ ყველა რიგითი მოქალაქე ჩვეულებრივ გააგრძელებს გადაადგილებას შენგენის ზონაში, თუმცა პრივილეგირებულები, ვინც აქამდე დიპლომატიური პასპორტით გადაადგილდებოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ დაუწესდებათ უკვე უпростоრად მოეხსნებათ მათ უვიზო რეჟიმი, რაც არის მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ, როგორც ცნობილი არის, მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყო წინააღმდეგი ამ გადაწყვეტილების. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ 25 ქვეყანა, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყანა თანხმდება ქართული ოცნების რუსულ ქმედებებზე და იმაზე, რომ ეს ქვეყანა უпростоრად ეს რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ეს გადაწყვეტილება იყო სწორედ ამის გამოხატულება. გუშინდელი ხდომა კიდევ ერთი ფაქტორის გამო იყო უპრეცედენტო. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველად განიხილეს დახურულ ხდომაზე პერსონალური სანქციების შესაძლებლობაც, ასეთი რამაც არასდროს არ გვინახავს ჩვენ აქამდე საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში, თუმცა აქაც ორი რუსი, ასე ვთქვათ, მართველი, ორბანი და ფიცოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ანუ სლოვაკეთი და უნგრეთი იყვნენ წინააღმდეგი და ქართული ოცნების მაშველი რგოლი, ვინაიდან პერსონალურ სანქციებას სჭირდება სრული უმრავლესობის მხარდაჭერა. ამ ნაწილში ჯერჯერობით კონსენსუსი არსებობს, თუმცა კაია კალასმა გუშინ დაამატა ის, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. The situation is not going to positive direction for the Georgian people. სიტუაცია საქართველოში არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის. დემოკრატიული ქვეყანა არ უნდა ახშობდეს ოპოზიციურ ხმებს და დამოუკიდებელ მედიას. საპასუხოდ ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტი და შევუწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობას. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭიროა უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და კომისია შეთავაზებას უკვე წელს გააკეთებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას, მათ შორის მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსებების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. უნდა ვთქვა, რომ დისკუსია საკმაოდ ინტენსიური იყო და ასევე არსებობდა მეტის გაკეთების სურვილი. იყო მოსაზრებაც, რომ დავლოდებოდით როგორ განვითარდებოდა მოვლენები და შემდეგ ისევ გვემსჯელა. რაც შეეხება
ეხება სანქციებს, საჭიროა რომ ევროკავშირის ყველა წევრმა დაუჭიროს ამას მხარი, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ამიტომ უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის არის ის, რაზეც შეთანხმება მოხდა. The European Parliament stands in solidarity. ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართულ ხალხს, რომელიც უკვე 2 კვირაა თბილისსა და მთელი ქვეყნის ქუჩებში ევროპული მომავლის მოწოდებით მშვიდობიანად გამოდის და ევროკავშირის დროშას აფრიალებს. როდესაც მათ თავს წყლის ჭავლის ნაკადი ასხმით. ქართულ ხალხს ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენს გვერდით ვდგავართ. ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები საქართველოს ევროპულ გზასთან შეუთავსებელია. ჩვენი მოწოდება გადამწყვეტი ქმედებებია, მათ შორის სანქციების დაწესება პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მოუწოდებთ 27-ვე წევრ სახელმწიფოს გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ. ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ თუ როგორი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა თუ როგორ აღსრულდება 25 სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანუ იქნება სპეციალური სია, ვის დიპლომატიურ პასპორტებსაც შეეხება უკვე სავიზო რეჟიმი, თუ ყველა უკლებლივ, ვინც ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს, ისინი პრივილეგირებულად ვეღარ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ ყველაფერს დიპლომატებისა და ანალიტიკოსების შეფასებით პასუხი უნდა გასცეს თავად ევროკომისიამ, რომელიც ემზადება კონკრეტული დოკუმენტის გამოსაქვეყნებლად და ამ დოკუმენტში ალბათ უფრო ჩაშლილად იქნება ის თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ფაქტი არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო ყოფილი დიპლომატების და ანალიტიკოსების შეფასებით და ეს პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი ასეთი გადაწყვეტილებით ეუბნება ქართველ ხალხს, რომ ის პირები, ვისაც ახლა მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ისინი ევროკავშირისთვის არ წარმოადგენს მთავრობას. ფაქტობრივად ეს არის არაღიარების ტოლფასი და ისინი გათანაბრებულები არიან ჩვეულებრივ მოქალაქეებთან, ანუ პრივილეგირებულად ისინი ვეღარ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და თუნდაც საბოლოოდ იქნას მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მაგალითად მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტზე იყოს შეზღუდვა და ჩვეულებრივი პასპორტით მათ შეეძლებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება, აქაც იქნება რიგი პრობლემები, შეექმნებათ მათ რიგი პრობლემები, ვინაიდან მაგალითად მესაზღვრეს ექნება დოკუმენტი და ექნება ინფორმაცია ბაზაში იმის შესახებ, რომ კონკრეტული პირი, ვინც მისული არის, მაგალითად მესაზღვრესთან ჩვეულებრივი პასპორტის, მოქალაქის პასპორტით, მას ჰქონდა ასევე დიპლომატიური პასპორტით და დიპლომატიურ პასპორტს აქვს კონკრეტული შეზღუდვა, შესაბამისად ამ ხრივად შესაძლოა მესაზღვრე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ შეუშვას ის ევროკავშირის ტერიტორიაზე, შესაბამისად ამ ხრივად ქართულ ოცნებას ნამდვილად არ აქვს კარგად საქმე, შესაბამისად ანალიტიკოსების და დიპლომატებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქართული ოცნებისთვის ფაქტობრივად განაჩენია. ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო, ანუ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მქონეებისთვის შეეჩერებინათ, პირიქით ყოველთვის მათ ასე ვთქვათ, პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდათ და ორიგინალური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან ნებისმიერი მოქალაქეებისთვის არ შეეჩერებინათ. აქედან გამომდინარე, ეს ამ ხრივ ძალიან საინტერესოა და უპრეცედენტოა, იმიტომ რომ მოქალაქეებისთვის ღია რჩება ევროკავშირის კარი, ხოლო დიპლომატიური პასპორტების მქონეებისთვის ის იხურება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ დაიწერება ამ გადაწყვეტილების განხორციელების გზები, ანუ ეს იქნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ყველა ადამიანი, თუ ეს გაიწერება ასევე სახელობითი სია ერთგვარი, იმიტომ რომ ამითი დაცული იქნება ის, რომ არ მოხდეს მაგალითად დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირში შესვლა ორდინარული პასპორტის გამოყენებით. საქართველოს მოსახლეობას არავინ არ ერჩის თავისთავად, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და ასპარტულად უარსეუნებიან იმ სიკეთეზე გასცემდებიან მთლიანად ქვეყანაზე ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს იყო პირველი არა, იმიტომ რომ იქამდე იყო ინდივიდუალური სანქციები, რაც გამოიტანა ბავშვი დაადგინა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, მე ვიცი რომ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფო ასევე აპირებს ცალკეული ტარგეტირებული სანქციების შემოღებას, მაგრამ უკვე ევროკავშირის მხრიდან ეს იყო ერთის მხრივ სიმბოლური, მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული ნიშანი და კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ თუ ესე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება. და
რამდენიმე წუთის წინ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება გუშინდელ მიმდინარე საბჭოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს ასეთ განცხადებას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე შეთანხმდნენ იმაზე, რასაც უყვებით ჩვენ მაყურებელს, რომ ასე ვთქვათ ვიზის ასე ვთქვათ გაგრძელდება უпростоრად სავიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე, ანუ ისინი უვიზოდ დიპლომატიური პასპორტების მქონეები ვეღარ გადაადგილდებიან უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე წერია ის, რომ უმრავლესობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების იზიარებდა პოზიციას იმის შესახებ, რომ სამოგზაურო შეზღუდვებიც უნდა დაწესებულიყო კონკრეტულ ადამიანებზე, მათზე, ვინც ადამიანის უფლებებს ლახავს საქართველოში და მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები აპირებენ, რომ გამონახონ გზები თუ როგორ დააწესონ ასეთი სანქციები. მოკლედ ამის თემის თქმა მსურს, რომ რეალურად ყველაფერი არის დასაწყისი და ახლა უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინდივიდუალურადაც ფიქრობენ იმის შესახებ, რომ ინდივიდუალურად ქვეყნებმა დაუწესოს სანქციები, ანუ საკუთარ ტერიტორიაზე საერთოდ აღარ შეუშვას არც სამოგზაუროდ ის პირები, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებული, ისევე როგორც ესქნა მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.